ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ. რა ქვია პატარა? ელიფი. მაყურებლის რჩეული სერიალი. სერიმის garaშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. იმედის ეთერში ისევ დღეში ორჯერ. ყველაფერი დავკარგე. ძალა არ მაქვს რომ თქვა, მაგრამ თავი რომ მოიგლო. დღეს დილისად საათზე დედასვალოდებოდი, მაგრამ არ მოვიდა. და ახალი დროით 11 საათსა და 20 წუთზე. ზულში დანაჩამსხი არა უმით. ამის გამო პასუხს გაგებინებ. გაგანადგურეთ. ელიფი. შენი არჩევანი იმედზე. ჩიხლაძეების შემოდგომა. პოპულარული სიმღერის შემსრულებლის მარტოობაში დასრულებული სიცოცხლე და სიმღერის ახლებული ვერსია ტანგოს თანხლებით იმედის დღეში. რა კერძები მოვამზადოთ საახალწლო სუფრისთვის და როგორ გავხადოთ უფრო თანამედროვე ტრადიციული კერძები ჩვენი შეფ მზარეული საახალწლო სუფრის ვარიაციებით დღის რეცეპტში. საახალწლო სამზადისი და სიმღერების პრემიერები იმედის დღეში. 2017 წლის სატელევიზიო მოვლენა. თურქული სერიალი ტყუილი. ომერს და ზეჰრას საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. დღეს 14 საათსა და 40 წუთზე დაუვიწყარი თურქული დრამა ტყუილი. სერიალის სპონსორია კალციუმ დესამინი კომედი. კალციუმ დესამინი კომედი თქვენი მიმზიდველობის შესანარჩუნებლად. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სერიალის სპონსორია ფლავამედი. ფლავამედი გათავისუფლდი სველი ხველისგან. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. იმედის ეთერში საახალწლო კვირა ნიჭის დღესასწაულით იწყება. გრანდიოზულ ფინალამდე ერთი ნაბიჯი გადარჩა. 25 დეკემბერს ყველაფერი ყველაზე წარმატებული მეგა პროექტის შესახებ. ის, რაც არ გვინახავს. ის, რაც აქამდე არ ვიცოდით. 26 დეკემბერს დიდი ნახევარფინალი დიდი მოლოდინის შემდეგ. ეს გადამწყვეტი რაუნდია. ვინ მოიპოვებს ფინალის საგზურს? ორშაბათსა და სამშაბათს 22 საათზე ნიჭიერის ორი განუმეორებელი საღამო. დღესასწაული იწყება ჩვენთან. გადაცემის წარმდგენია განახლებული ზანდუკელი. ქართული სუფრის ტრადიციული მასპინძელი. გადაცემის სპონსორია ავერსის მტრედი ბარათი, რომელიც გაძლევთ ჩანს აიხდინოთ ნებისმიერი სურვილი. იქნება ეს მოგზაურობა, მანქანა, ახალი ავეჯი თუ სხვა მრავალი სურვილი. ნიჭიერის სპონსორია კროკობეთის მილიონერი. ნიჭიერის პარტნიორია დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი. პრემიუმ კლასის აპარტამენტები და საერთაშორისო მენეჯმენტი ბათუმის შემდეგ უკვე თბილისში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის თავთან დაკავშირებით ტელეიმედი წარმოგიდგენთ. ლეგენდასა და რეალობას შორის ზღვარი თითოეული ჩვენგანის რწმენით განისაზღვრება. უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეებით ნაამბობი საქართველოს გაქრისტიანების ისტორია. ანდრია
პირველ წოდებულთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი არქეოლოგიურად არის დადასტურებული. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართი და ხელთუქმნელი ხატები. ჩვენ რა გათხები გქონდა, აი მას შემდეგ რაც ეს დაიდგა, აქ არავის ხელი არ უხდია. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში. წმინდა ანდრიადან წმინდა ნინომდე. ნინოს გადაგებით დასრულდა მოქცევა იქ ქართლისა. დღეს 23 საათზე წმინდა ანდრიას ჯვრის მფლობელი დოკუმენტური ფილმი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო იმედზე. ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს მაშოს დედამ თქვა, რომ თუ ხათუნას არ გააგდებთ, მაშოს სკოლაში არ მოუშვებო. რატომ უნდა ვიჯდე მე სახში დეპრესიაში და შენ რატომ უნდა იყო ესე კარგად? 23 საათსა და 30 წუთზე. გადადგამს მთელ სკოლას ჯაშის მშობელი. ხუნდოთ სადოთ მაინც არა დახმარება. რამდენია კვალი? ახალი ტელესერიალი. მე თავაზობთ კენჭი უყაროთ ხათუნა ხელაშვილის სკოლიდან გაშვებას. დიდი შესვენება იმედზე. ჩვენი ექიმები ტელესივრცეში ბრუნდებიან. ეს ხდება იმედზე. 31 დეკემბერს 16 საათზე. ეს ექიმებია. ექიმების კარგად ნაცნობი გუნდი. დობას განაპირობებს პროფესიონალიზმი. განკურნებული პაციენტების პირადი მაგალითები. სასარგებლო რჩევები. მედიცინა ყველასთვის გასაგებ ენაზე. თანამედროვე მედიცინა და მითების მსხვერპლება. ანდეთ ჯანმრთელობა ექიმებს. 31 დეკემბრიდან ექიმები წარმატებას განსაზღვრავს ხარისხი. ჩვენ ექიმები ვართ. გადაცემის სპონსორია წყალი ბაკურიანი. დაიწყე დილა ბაკურიანით. გადაცემის სპონსორია ზღაპრული საახალწლო დღეები მთაწმინდის პარკში. საათი და 30 წუთია თქვენ უყურებთ იმედის დილას. დღეს 25 დეკემბერია. როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რჩევები და რეკომენდაციები მიშათ საგარელისგან გადაცემის დასკვით ნაწილში არ გამოტოვოთ. რეგიონებში სოციალურად დაუცველთა დასაქმება პრიორიტეტი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო 2018 წლიდან ახალ პროექტს იწყებს. ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული ხანძარით საბაძის ქუჩაზე. დეტალები 8-ზე 9-ზე და 10-ზე. დილამშვიდობის და კიდევ ერთხელ მე ჟურნალისტი გოდარდი შარაშია ვარ. მე ნუცა ქავთარაძე ვარ, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ. 1977 წლის 25 დეკემბერი. ზუსტად 40 წელი აღსაყდრებიდან. ილია მეორის პატრიარქობის ისტორიის დეტალები რამდენიმე წუთში. სივრცე, სადაც მოყვარულ და პროფესიონალ დრიფტერებს ადრენალინის დახარჯვა შეუძლიათ. საქართველოში ავტომობილის მართვის პირველი აკადემია გაიხსნა. დეტალები რამდენიმე წუთში. როგორია სადღესასწაულო წარმოდგენები თბილისში, რა ელოდებათ პატარებს ახალი წლის დღეებში, თეატრისა და კინოს აფიშა იმედის დილაში. როგორ მოვთოთ ნაძვისხე, რა უნდა გქონდეს საახალწლო სუფრაზე, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ახალი წლის ღამეს და რა გველოდება 2018 წელს, რჩევები მიშათ საგარელისგან გადაცემის დასკვნით ნაწილში. ქრონიკა 8-ზე, 9-ზე და 10 საათზე.
დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ და დილამშვიდობის მაყურებელს. ნუ საუთარი სად არის? ოთარი არ უცადა ეს, მაგრამ რო თქვა რომ მე გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო ვარ, ცოტა ესე კი გავხედე და მიხარია. არ გინდათ ახლა ეს ამბავი. მიხარია გაბრიელ რომ ჩვენი ტანდემი ჩერგა და იმედია რომ წარმატებული